ესმის ჩემი. ჩვენ ვართ ახლა სათიბეში. Stockton Records-მა გააკეთა ფესტივალი. Stockton Invites. ნუ აი Stockton Invites-მა გააკეთა. არა, Stockton Invites ქვია ფესტივალს. ხო და ჩვენ ვართ ახლა სათიბეში, რომელიც მოაწყო Stockton Records-მა და ქვია Stockton Invites-ი ფესტივალს. და ცოტა გავიბორიალოთ და ვნახოთ როგორი არის. დავეთ. Siminди avia. Bicho, Simindi ხوار გინდო. ჭამს ნახშია. რატო ვიწვალე? რამე ცილებიანი ნახე. Bicho, ჭრინტია? არ ვიცი, შეხედი. ჭრინტია ადამიანები. ჩვენ მეგობარი პლეიტისტია ეს. ამას ვაჟებს რა გავაკეთო. თქვენ როგორ ახართ? ვაფშე ცხოვრებაში რა გინდა შეჭი? რა გინდა ცხოვრებაში? ვიცო. რამე ისეთი კითხვა არის. ნო არა, ბიჭო, როგორ ახარ და რაღაცა ხო და დავაგდი საბოლოოდ რა გინდა საერთოდ? მე ვერ დავაგდი შეჭი. ძიება, მუდმივ ძიებაში. ხო და ეხა სათხარ რა ეტაპზე? რა ესე ძიე ამჟამად? ვიცო, მე მგონი მარტო ამ ფესტივალს ვეძია აქ ყოველ შემთხვევაში. რეალობაში და რატო წეგან ვიკითხე უშენოდ დავსვი კითხვა რომ რატო არ უკრავს მეთქი არსად და მომთაბარეობსო და არ უნდა ერთ ადგილზე განა შესაბამისად ბენჩი იყოფნა იმას ანუ გამყოფებს ერთ ადგილზე. ხო, არა, იცი არის კიდე მაგის გარდა, ანუ ხო არის გუნდურობა, არის ხალხი, ვინც აი სპორტიდან დაწყებული, აი ბენდით გაგრძელებული თუ ნებისმიერ სფეროში არის გუნდურობა. არის გუნდური ხალხი, არის სოლო ხალხი, მონო ხალხი, სოლო ხალხი, ეგეთი აღმოჩნდი რა. ლევანი იყო Young Georgian Lolitas გიტარისტი, რომელიც მე ვთვლი რომ ჩვენ რეალობაში რავი მე ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გიტარისტი. რა ის ერთ-ერთი? ანუ საუკეთესო გიტარისტი ჩვენ რეალობაში არ არსებობს ეგეთი გიტარისტი. არ არსებობს ხო ეგეთი გიტარისტი. გაგება არ არსებობს ზოგადად. თბილისში ჩემთვის ყველაზე კარგი გიტარისტი არის ლევანა. მადლობა ნიკუშ. წასასიამოვნოა მაგის მოსვენა ზოგადად არის მე მგონია რომ ხალხი ვიცი მაუჩებს გარდა. მაგრამ ისე რომ ანუ ვიცით რა და ბენდიდან და კონსერვატორია, მაგრამ იცი რა არის განსხვავება მე მგონი იმაშია რომ რაღაც მიმართულებებს იღებს ხალხი და მე ვცდილობ რომ ანუ ჩვენ გახსოვს ადრეც ვიძახდით რომ არის მუსიკოსი და არის ინსტრუმენტზე რო უკრავს ადამიანი რა ერთ ინსტრუმენტზე და არიან ინსტრუმენტალისტები და არიან მუსიკოსები რაღაცნაირად ესე ცოტათი გამიჯნვას ვაკეთებდით ხოლმე სულ არაზუსტ ეგ ის ხიბლი იქით რა ქვია იმას საესტრადოსკენ წასულიყავ საესტრადოსკენ კაი კიდე კიჯიზესის ვოკალისტი დამფუძნებელი გიტარისტია და აი ხა რასაკეთებ მოყევი აქ რატოზე ვართ ეხლა აქ ვაკეთებთ აი ჩვენს უკან სამ დიდ შედარებით ხეს ასაც ხედავთ ყველა ყურსასმენში რაც კი რამე აქ დევს და არა მხოლოდ ნუ აი სპიკერებშიც ანუ ისმის ამათი სინთეზი ანუ სინთეზური ხმა სცენარების იმპულსებით ვაკეთებ ამჯერად მუსიკას და გვაქვს ესეთი ერთგვარი პატარა ინსტალაცია სადაც ნებისმიერ სურვილს მომბეს და დაждდეს და მოусმინოს ამ ხეებს ანუ შეერთებული გაქვს სცენარებზე პლუსი მინუსი ნუ ეგ შეიძლება ითქვას კი ელექტროდები შეერთებული და ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება დიჯიტალად ენიჭება ინსტრუმენტები გადაგია ბავშვები ისა რა ქვია გინდა თან მოусმინოთ და არის ფონტი რომ მოусმინოთ რამეში ეს სამი სცენარი არის შეერთებული და დამიქსული ერთმანეთში ანუ იდეაში ანალოგური იმპულსები ანუ რაც სცენარიდან მოდის ანალოგი გარდაიქმნება დიჯიტალად ნაწილობრივ არ გარდაიქმნება და აქ კონტროლდება ვოლტაჟი
და სხვადასხვა დივაისებით სხვადასხვა ხმები ენიჭება, ანუ საუნდები ენიჭება, ინსტრუმენტები ენიჭება და ამის მიქსს აკეთებ. იდეაში ჩვენ ვერ ვაკეთებთ მელოდიას ვერ ვარჩევთ რა. ჩვენ ვარჩევთ მარტო ინსტრუმენტს და ვეუბნებით რა სიხშირით გავიგოთ წუთში რაღაცა რაოდენობა ნოტები. დანარჩენი არის უბრალოდ ტონალობაში დასმა, ჰარმონიების დასმა, რაც მეტი ტექნიკა გაქვს და რაც უკეთესად იცი ასე ვთქვათ ამ ყველაფრის გამოყენება, მით უფრო ჰარმონიულს აკეთებ ამ ზოგადად მუსიკას რა და შესაბამისად გარემოსი, შესაბამისად ხასიათის, სცენარეზეა ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული და კლიმატზე ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული რა გვესმის. ნაწილობრივ ეხა რაც რამე იცვლება, ეს ყველაფერი არის სცენარეში ცვლილებებიდან გამომდინარე იცვლება ეს ჟღერადობებიც და ცოტა რიტმიკაც თუ დაუკვირდებით. ლევან, შეგიძლია რომ გვანახო აი თითო ხე როგორ ჟღერს და მე ერთად რო იმასქნა რა. მაგალითად გავაკეთოთ ესეთი რაღაც, რომ ეხა ეს არის მაგალითად ეს პირველი ხე ჟღერს ესე ამის საუნდი არის ერთ-ერთი თითო ნოტით ეს და რა დრამა იქნება აზე ხარ სამში და მე ვთქვათ მეორე ხმა გვაქვს ესეთი ტრუბის ხმა პირობითად ცალკე გვაქვს და ის Blade Runner-ის თემა რო იყო ეს არის ასკილი ეს არის ეს bubbles რაღაცა. ხო, მაგრამ იქ რაღაც Blade Runner-ივით თემა რო შემოვიდა. ეგ იცი როგორ არის, ანუ გააჩნია რა, ანუ ჯერ ერთი რო ერთად როცა ისმის ესეთი ტიპი არის. ხო, მაგას Blade Runner-ია თუ არ ვიცი რა არის, მაგრამ იდეაში ეხა ეს სამივე ჰარმონიულად ერთ ტონალობაში არის, კონკრეტული სკეილი აქვს მიცემული. და ეს ნოტები სხვადასხვა random აბსოლუტურად სცენარეზე დამოკიდებული აბსოლუტურად არეულად იცვლება, პლუს გატარებულია სხვადასხვა მოდულარულ სინთში და ეფექტებში და ვღებულობთ საერთო ჯამში ესეთ ვეძახი ხომ რომ ანუ დირიჟორობ რა ამ რაღაცებს შეიძლება ესე ითქვას. ეს რეები არის. ეგ არის რაც ეს არის რაც ანალ სცენარიდან იმპულს გარდაქმნის და გვაძლევს რაღაცა ხმას მაინც. მე ეს ხმები უკვე ზოგი გამოდის, ეხლა ეს რევერბია, ეს ცალკე მოდულარული სინთეზატორია, რომელშიც ნუ ვოლტაჟის კონტროლს აკეთებ და პლუს ეფექტებს შეგიძლია რომ დაადო და ნუ სხვა რაღაცები შეგიძლია რომ იდეაში რაღაც ესეთი დრამიდან დაწყებული სხვადასხვა რაღაცა საუნდები შეგიძლია რომ ყველაფერს უკეთებ მე უკვე საუნდს თვითონ რაც რამე მოგდის, ოღონდ რაც რამე იცვლება სცენარიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ხელი აღარ მოვკიდოთ რა იდეაში. ვინც არ იცის ჩვენი მაყურებელი არის ძალიან გარკვეული ეგეთ რაღაცებში. რამაინც ეს რა თქმა უნდა ალბათ შეგიძლია ვიზუალშიც გადარქვა. რა თქმა უნდა. მე მაქვს სხვადასხვა ვიდეო სინთეზატორი, რომელიც შემიძლია მაგსა. დავაი. შეგიძლია გადაქმნა ეგ იმაში. ეგრევე. ანუ წარმოიდგინე აქედან შემიძლია რომ ესეთი ტიპია და ისიც იმპულსზე იწყებს ვიზუალის შექმნას. დავაი, აუცილებლად. всё, გამახსენე და კი, აუცილებლად. და კიდე ნახე ბახალ ეს მოგეწოდება შენ ძალიან რა. აბა. ისე ძალიან кайფია მე რომ შევეც. ეხლა ამას მოკიდე ნიკუშე ხელი და ეხლა ნახე ტენს დაგვათხა. მოკიდე ნიკუშას ხელი. ერთი ხელი მოკიდე. აუ რა кай. ეგეთი იქნება ზუსტად. აუ მინა. აი ეს არ არის რა. დორემი არა. უჩქარო რა, ყველაფერი არის. ახე შეგვიძლია მოვცეთ გადაცემა. მოდი წარგვიდექი რა. ბიჭო, ჩემთვის არის ომა რა. ჩვენი მასპინძელი არის სათიბის აქ ცხოვრობს აი ამ ლამას სახლში, მე დავათვალიერებ სახლს ისე დეტალურად და არის ჩვენი მასპინძელი ხო ფესტივალის.
და თან ჩვენნაირი მელომანი არის ესეც ამ ჟანრის მუსიკის თუ რაღაც ამ სუბკულტურის წარმომადგენელი არის. მეტალზე მჯდარ ხარ? მეტალი დაიწყე ხარ? აბა, მეტალიკამ კონკრეტულად გადააყერავა. შენ მაშინ ხა მეტალიკა? მეტალიკამ გადააყერავა. პოპი იყო თავი. მეტალში. მაგრამ ზალმე იქი ბლეკერებში და ვიღაცებში თუ არ ხარ გადანასვლელი კი? გადანასვლელი ვარ, როგორ გადავლილი მაქვს. მაგრამ იყო რაღაცები, რაც არ უსმენდი, აი. ერთი მოსმენი, всё, მეტი აღარ და რაღაცები აქ ცხოვრობს ზამთარ ზაფხულ. აქ ცხოვრობს ზამთარ და რასაც მარტო ხარ? მარტო ვარ, ხო, ძირითადად მარტო. სუგრიკები ხავს. ერთი ფისუ, ერთი ცუგა. მე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი ცუგა. მეორე. სამე ხა დავწერ. ომარას ძაღლი ვიქნებოდი. ომარას ძაღლი. ომარას ძაღლი. მაგრამ ბაიკი მეყოლებოდა ხო ომარას ძაღლს რეალურად. უ ის არის რა, კაცია. საიდკარ. საიდკარ. არა, ეხლა ილიკო მიყვარდა და საიდკარიანი მოტონყოს, მან ძაღლს სვავა და ესე ყურები უფრო. აუ, მაგაზე ჩემი ოცნება, ანუ მზდარო არ მახსოვს, მაგრამ აი ძაღლებით მინდა რომ ამ ვიждდე საიდკარში, აი პრომი ფრიალებს. ხო და ძალიან კარგია მომწონს, რასაც გაგვირდები 2 დღე არა რეალობაში ცხოვრობ და თან იძახი რომ კაიწლებია უკვე აქ ითხარ და ძალიან შიკარნი ცხოვრებაა. ჩეტი რა? იმინა 6-4-ში ცხოვრობ. 4 წელი, ხო? ვერ ვძღები. მაგარია. ვერ ვძღები. სწორდე. მოგვიჯექი რა აი სკამზე რა. აი ეს ერთი ლუდი სიარული რა არის შეჩიმა საზოგადოებას რო ხედა უნდა იარო რამოდენიმე ჩამკიდე აი წერები რო უკიდიათ ნანადირები ხო იცი ესე უნდა ქონდეს ბევრი ლუდი ჩამკიდე და არ იგებდა. ძმაო როკენროლი მოითხოვს. ისე ხარ თამამად ხარ? ცოტნე რა გინდა? ზოგადად გაბედული ამახვედი? ბიჭო ზოგადად თამამად ვარ კი. რა გენეულება მინდა სცენაზე დღარ 48 საათი და არ გიქნება უკრაფეს ეს. შენც უკრავ დღეს. სასიამოვნო კომპოზიციებს. იმ ხოთა შორის ეხა ლაპარაკობდით რაღაც ცოტა მგონია რომ სეტლისტი უნდა შევცვალოთ რა. ეხა აი გუშინ როგორც უყურებდი და როგორ ასე რაღაც ვაიბი დაკვრაც მინდოდა და იგივენაირი პონტი არ უფრო მხიარული უნდა რა. არ ვიცი ცოტა მინდა რომ გავჯემოთ. ბიჭო მეტი ვიდრე დღეს იცი მე რომ უნდა შევათავ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის ჯემი რა. ბიჭო ხო ჩვენ ძალიან ერთობთ ეს კაროჩი ეგრე ერთობი ვის ეჭიდავებთ აბა ანუ ბიჭი თქვენ თუ ერთობით ხალხს თუ მოწონს მაგას უფრო რატო არ აწვევთ კაი კითხვა ძალიან კაი კითხვა ვის ეჭიდავებით კი არა ვინ ჭიდაობს მაგას ვაწყებოდი ძალიან დიდი ხანია ასე თითქმის თელი რაღაც აი საათნახევრი ასეც თუ უკრავდით თავიდან რომ დავიწყეთ ეს საათი მაინც ჯემი იყო ხოლმე ხან მაგარია ეგ არის ჩემი ოცნება რომ შემეძლოს ეგეც ბენჩი მინდა დაგვარ ბიჭი ძალიან ბევრი უკარით მაგისტრის ანუ აი ძალიან თუ ვიდეოდი ცარებედიციაში და ძალიან ენთუზიაზმით და რაღაც აი დაზარმნობით მახსოვს რომ რაღაც რეპეტიციები მქონდა რომ 2 საათზე ნიშნავდით რეპეტიციას მივდიოდით უკრავდით ისვენებდით მე ისე მივდიოდი და ისე უკრავდი და მთელი დღე რომ მაგას აკეთებ და უკვე ძალიან ერთმანეთის რო გესმის. რაღაც მე აი რაღაც მომენტში ხვდები ბაჩო რას გააკეთებს, სანდრო რას გააკეთებს და ყვივი რა შვება უკვე ზუსტად ვიცი რა. დაჟე აი რო დამაყე ფასზე და რაღაცებზე რო გადამიყვანო შეიძლება რომ აი სანდროსნაირად დაუკრავო. მაგრამ სანდროსნაირად ვერ დაუკრავ ხის. საერთოდ ქვია. აუ რა მაგარი. პრო არის ვიდრე მე, მაგრამ ყველასთან ეგრე ვარ რა. დღეს ვღერი? მოვიდა და ცოტა მორიდებით შენ სიმღერა სანდრო შემოგვიერთდი შენზე ვლაპარაკობ არა მაგარია მე და შემდეგ გავიყოთ ერთი მიკროფონი და სადმე მაქვს ჩაშდა შენს აი მაგრამ მე ვერ დავჭი რატო იდექი მაშინ შეჭი მუშაობს ეხლა სანდრო არის ორგანიზატორი წადი გამანა ჯგუში შენ რო ამბობდი რაღაც მომენტში უკვე მივხვდიო რომ ბოლოს გიტარას დავდებ და უკვე იმდენი ტრეკი არის რომ შემიძლია არ დაუკრავო მე მაგას ჩალიჩებ იმენა რომ მივიდე მაგას ბიჭო გუშინ ამას ვეუბნები რომ იცი რა კაცი დავამუღამე რომ ყოველ დაკვრაზე რა ვამუღამებ რაღაც ადგილებს სადაც შემიძლია რომ არ დაუკრა რა და ეს ადგილები იზრდება რა ჰა პირიქით ანუ ადგილებს ყოველობ რომ აი აქ რო არ დაუკრა არაფერი არ შეიცვლება რა და ყოველობ მუსიკაში ეგეთ ადგილებს და სულ ნაკლებს და ნაკლებს უკრავ ხო მაგრამ რა ავსებს მაგას
ბიჭო, ყველა უკრავ რა, იგივეს უკრავ შეიძლება, რასაც ის უკრავს, ან რაღაც. თან აჩიკო რა, არის მასტერი ჩაჩოჩების. ანუ მოვიდა რა პარტიას და იგივეს მიკრავს მე რა. და მე მიტყდება იგივეს დაკვრა და ან სხვა რაღაცის დაკვრას ვისხებ, ანუ ვაფშე აღარ უკრავ რა. თავსა ჯო. სხვა შეგვიშლის თქო. კი, კამერა დგას. მოდი აქედან არა აქეთ. შემოიყვანა კამერაში თავის ლამაზი გიტარა. ლუკა მოდი რა ბევრმა არ იცის ალბათ მაგრამ ლუკა არის მოკუმუკუს ახალი წევრი მეც არ ვიცოდი კი მეც არ ვიცოდი ცოტა ხნის წინ გავუძი რა ძალიან ბედნიერი ვარ ამ საბედნიეროდ ერთი კაი კონცერტი აქვს ქონდა პირველად მუტანტ რადიოში და მე რა ქონდა ტური ერთად აჰა პოლონეთში ბერლინში ჰამბურგში ანუ უკვე ხა რა გენაგულებ კი არც არაფერი როგორც ჩა ხო და როგორ მოხდა მოყევით რაც შეიძლება რაც მოსაყოლია მოყევით არაფერი მენეჯერი კოკასგან გავიგე იქ ინფორმაცია შემოვიდა ზარ კოკა ვინ არის გოგოხი კოკა გოგოხი ჩვენი მომავალი პრემიერი ძალიან არ მომწონს რომ იმაში ვერ გავედი რომ აისურის სპონსორობაში ვერ დავემთხვიე დღეს უი ხო დღევანდელი გადაცემის სპონსორი არის ნაცრისფერი მაისური უნდა რომ გამომეკინა მაგრამ ვიქრას რომ არ არის ნაცრისფერი ვისაგიტან აი ხოდო კოკასგან შემოვიდა ზარი შემოვიდა ზარი და ეგეთ შემოთავაზება რომ გავხდარიყავი მათი წევრი და ნუ ყველას ვიცნობდი მანამდეც და ეგ კომფორტი მქონდა მუსიკის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომფორტულად იყო იმ ადამიანებთან ვისთან ერთად ნი ამ მუსიკას აუ თან ხო ბორიალი რო გიწევს მე ძალიან მაგრამ გადააჭარბა ამ ანუ ეხა უფრო ჩავმეგობდით თან ტურში როგორც ხდება ხოლმე უფრო ეს ჩაოჯახება და აუ კი ძალიან კი იცი რა სიმართლე გითხრა გამიხარ და გამიკვირე ბევრი აზრი მომივიდა იმიტომ რომ შენ რაღაცა შენ პონჩი იყავი შენი კარიერა ქონდა და უცებ ხოძი რო გავიგე უცებ დალაგდა ჩემ ტვიში რა მაგრამ მანამდე არასდროს არ ვიფიქრებდი მაგრამ რომ შენ შეიძლება მოკუმოკუში გაიშიტო რა კი ხო და აი კაკრას ეგ ექსპერიმენტული თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენოთ რა შეიცვალა ანუ აი შენთვის მუსიკაში რამე შეიცვალა ბიჭო უეჭველი რაღაცა ნებისმიერი ტიპი ახალი ტიპი ვინც მომდის და თუ ლუკას თუ ავიღებ ამ შემთხვევაში ანუ იმდენად ძალიან ინდივიდუალურად უკრავს ანუ მუსიკის აღქმა აქვს ისეთი რომელიც რა ძალიან ბევრ მუსიკას შეიძლება ხეს ქონდა თავის ვაიბი ადამიანს რა ყველაფერზე რა შენც იცვლები რაღაც მომენტში შენც მიყვები კი ყველა ვარიანტში რა ცოტა სხვა სტილს შეიძლება რაღაც აუ საერთოდ არც იფიქრო და რაღაც ქვეცნობიერად მოხდეს ეგ და შენ თვითონ ვერ ხვდებოდე მაგრამ ლაივებს რო უყურებ მე ხვდები რომ შენ ცოტა სხვანაირად უკრავ ვაფშე ფიზიკაში ხო არის გაგება რომ დამკვირვებელი ექსპერიმენტს ცulis შედეგს ცulis რა და მუსიკაში ეგ არის ძალიან მაგარი დაჟე ნუ ეგ ხო ნაღდათ ეგრეა როცა გააჩნია ვისთან უკრავ მუსიკას იცვლება შენც იცვლები ყოველ მაგრამ ყველაზე მაგარი რა არის სიმღერას რო ჩავწერან რაღაც ან რამე სიმღერა მომეწონა და ვიღაცებს რომ ვასმენებ სხვადასხვანაირად მესმის მუსიკა გააჩნია ვის ვასმენებს ხო იმის პური და ბევრჯერ არის რომ ნიტოტირს ვასმენებ და ძალიან ცუდი ხდება და აუეცარ ჩამერთო შუაგზაში რო ხდები უკვე და დედა ჩემ სიმღერას მოვასმენე ლადოში ჩემო და ლადო მოვასმენე იტირაში სვეჩი მაგრამ მე რა მაქვს იცი როგორ წერ მუსიკას პუბლიკაზე კი არ ვთვლი მეგობრებს აი ერთ მეგობარს ამოჩი აი შენ ამოგირჩევ ჩემ თავში რა მარტო ზივარ და ეს ცოტნეს გავსწორდება და წერ
nice. ეგრე აი ერთ ტიპს ვირჩევ და იმათ უწერ მუსიკას რა. სულ ბავშვობიდან ეგრე ვიყავი რა. ყველაზე რთული მაინც მუსიკოს რო ასვენინებ ეგ არის. აი საშინელება. 1000 აზრი რო ტრიალებს თავში რომ აი და ხა მიწვევი რომ აქ ცოტა გავახალხორე და მოწონს ნეტა. რო ხდება ყველა. ან შეიძლება ვერ ხდება, მაგრამ შენ თავში ხდება. კი. მე ერთ სიმღერას ჩაუწერდი მამედ ვეიპორიას თქვენი რო ხარ ჩავკრავდი ხორდო და სპონსორ არა და ვაშპოსთან რაღაცა რო დავარქევთ უკვე და გაჟღერდება აღარც უნდა რა მიხვდები შეწუხდებიათ და ჩაიცვარებია ყვამლიდან რო გამოდიხარ. ხო. აი ეს ადამიანი შეგვიძლია შემოვიყვანოთ სიტყვებში შემოვიდა. Stockton Invites-ი წლები ტარდებოდა ჩვენი სტუდიის სარდაფში, ხო? ჩვენი რეკორდ ლეიბლის შენობის სარდაფში და ესწრებოდა რაღაც 50-100 კაცი და ვიწრო საზოგადოება და პირველად ამოვედით underground-იდან რა. ხო და მე მგონია რომ ქართულ რეალობაში დიდი ბოდიშს მოხდით ძველ მენეჯერებთან, მაგრამ ეს რომ აი ესეთი დაალაგებული რაღაცა სტრუქტურა დავარქვათ რა. ანუ როგორც აქ მოწყობილი ყველაფერი კოკას ანუ როგორც აკეთებს სახლში ერთ სივრცეში აკეთებს თავის სამსახურ ბიზნესს, ამ ბიზნესს, დავარქვათ ბიზნესი ამასაც, ცხოვრობს და გართობას შეჩიმა და თან 5 ჯგუფი რეპეტიციებთ იქ. ხო და ანუ 5 თუ 4 თუ 5. არა 5. ვინები ხართ თქვენ? ვართ რა. მოკუმოკუ, ბედფორსი, კორძი და სირკუს მირკუსი. ხო, უბრალოდ რაოდენობით ვართ და ბევრი ვარ. ესენი არიან მარტო ყველა რაც ვარ ეგენი არიან მაგდენი. მე მგონი თქვენთვის ნათქვამი მაქვს ესეთი ძალიან მუსიკოსური გადაობა მაქვს, რომ კარგი სულ დარბაში საუნდჩექს რო გადიხარ და სუდი საუნდი როა და ნუ ამბობ სხვა გამოსავალი რო არის რომ ამბობ რომ ხალხი მოვა და საუნდი დადგება რა და მოკუმოკუზე სუდგას. იმიტომ რომ ვართ მოსული, ხო? ეგ არის მით უმეტეს თუ ოთახში. ცოტნემ გახსნა ბარი ახლა. ბარემის ბარის რეკლამა გავაბრიკაში. მოყევი რა ქვია რა ხდება? ავა აი გამოუშვა. კოქტეილ ბარი არის? მარტო კოქტეილი მე. ხო. ანუ საჭმელი ქვია გივას მორ, საჭმელი არა, სნეკები არის. დილით არის პირველიდან 6-მდე. ყავა და დონატები. და საღამოს ეფსის მერე რეალდება მაგიდები. აჰა. მე მივიდეთ გავტეს. გივას მორ ქვია ბრძანით ფაბრიკაში. კაც ყავას მიარსო, ალკოჰოლს მიარსო. ყავა გაგიჟებს. დონატს შევჭამ. ესე მახსოვს. სამარჯიშობდა. დონატის ფლადის არ იქნება, მაგრამ არა ერთჯერადში დეი მოსულა. მეგობის ხათრით მოსულა. აი მე მოვალ და ალკოჰოლო კოქტეილს გამიკეთებთ რა? გვაქვს. Yes. აბა მოვალ. საკმაოდ დიდი სელექშენი. ნუ იმის გათვალისწინებ რამდენი გივას მორ ფაბრიკაში. всё. ალკოჰოლო კოქტეილები. ხო, მობრძანდით. ეხა უკვე ძალიან ნერვიულობ. ბიჭო, ანუ აი რა ის კობეინს რო შევხვდები რაღაც იგივე პონტი არის, ჩემთვის ეხა არ გჭდომა რა. თქვენ წლებთ? ჩვენ არ მოგვიწყებს, მე ჩვენ ვართ. კაი ისინი ხართ, რაღაც შემადგენლობა. ჩვენი რეკორდ ლეიბლის აქტები ვართ სულ რა. Stockton Records. აქ არ ხართ ნაყოფები? აქ როგორ არ იქნება? მე რა ვიცი, მე პირველად ვარ ახლა წელი. არა, კი, როგორ არა. აი რომ დაიწყეს ფაქტიურად მათიდან. ეს რამდენი ხანია არის აქ აურო ვიცი? 4 წელია, ომარა 4 წელი არ ცხოვრობ. მეტი. მე აქ მქონდა მიწა გავყიდე. ან ძალიან მაგარია, რომ გერმანელები ცხოვრობდნენ რა. და ძველი ნასახლარია. და ირაკემ რაღაცა იპოვა ეს ისა და გააკეთა მთელი სქემა რა გეგმა, როგორიც იყო. თავის ჭიშკვილი თუ სახარშით და რაღაცეებით და მე ეს გერმანელები გადაასახლეს როგორც ადრე. ისა რა ქვია, იცი რაში ვერ ვერკვევი? ორბეთი ხო არის ორბეთი. და ეს სათიბე დასახლებას დაერქვა. ირაკლის სამბავს დაერქვა მარტო სათიბე. თვითონ დაარქვეს. და ეს ორი სახლია? ხო, ჯერჯერობით. და ქვევით სცენა. და აბა გერმანელები სად იყვნენ?
აი ამ ტერიტორიაზე ქონდა და სოფელი. და დაიშალა თუ რამოდან. გადაასახლეს. რანაირად? აი რაღაც 40-იანებში რაღაცა დაასახლეს. ადრე იძახი. მე გადასახლეს. ირაკლი მოაყოლა სეგრეგაციაში. მუსიკალურად საქმე. ეხლა პოსტ-პანკ ალტერნატივი. რო გაგიცანი პანკს უსმენდი, ეხლა პოსტ-პანკს უსმენდი. დაუბრუნდი, ეხლა მეორე იმაზე წრეზე უსმენ, საუნდტრეკად გავიქცე. ქართული ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მომასმენინა იმიქო რა. პირველი Sex Pistols-ი და მერე ვაფშე რადიკალურად განსხვავებული Jamiroquai. ხო. ჩამოიტანა კასეტები და ხოც გარდატეხა მოხდა რა. მაშინ Jamiroquai მაგარი underground-ი იყო რა. ეხლა როგორც არის Jamiroquai არ იყო ეს. ვაფშე ისეთი Jamiroquai ხო ის არის, რომ ყველათან ხდება. კი ბატონო. აბსოლუტურად რაც არ უნდა underground-ში იყო, ან არ იყო underground-ში, Jamiroquai-ზე ყველათან ხდება, რომ როგორც ლადოს სიმღერაზე ყველანი შევთანხმდით რომ მაგარი. მე აი Cures უსმენთ ძალიან ინტენსიურად. ძველ ალბომს, ძველ ალბომს. აი ასნი. ეს ახალი ახალი Q-ა. რაღაცა სულ ერიდებოდი მოსმენას, ხო იცი, არ მინდოდა ხო, გამტეხა. მეც ეგრევა. Q-ს რომელი ალბომი? აი ეს უფრო ძველები. Disintegration. Disintegration, Head on the Door. აი ჩემი ამოაგორა. ესა არ მიშვებდნენ და ეს აი ბაიკებზე გახურება ძალიან ბავშვობიდან დაიწყო. რაღაც მე რაც ჩემი ძველი ფოტოებიც და რაღაცებიც რაც მაქვს ნახი სულ ერთი ტრანსპორტია. ჩვენ რატო არ ვიმეგობრებთ ბაიკებთან ისე? ჩვენ არ ვიყავით ბაიკერები და ხო, ბაიკებთან მაგრამ შეჩემ რაღაცა რა მე მაინც რო გვეცადა რა. მე მაგრამ ვერ დავждდით ხო და ვერ დავდივარ შეჭო. არა, მამეთ იმპერიაში რო დამждდარიყავით ბაიკზე, როცა უნდა დამждდარიყავით, მამეთ სულ დაგვეძრა. მაინტერესებს ბაიკერი, როგორ აღიქვავს ვესპას ტიპს. you know. ალბათ ხო, რაც გეტყვიან მაგრამ. მე მყავს ვესპა, მაგრამ სახონდა ესა ჯოკერი ძველი და ესე უწევ ხოლმე ესე მიწევენ ისინი ნუ გავივით რა ვესალმები. ჯო შენ მოტორო ყავს და ვესპაც ხანდახან ეგ მოისეთი გონტია რა. ნუ ხო. როგორ მოდეცე მაგარი გიტარები რო გაგიდა ხანდახან საბჭოთა გიტარაზე რო დაუკრავ რა და უფრო პონდისეთი. ნუ რაღაც ბრიტნი სპირსი ხარ სიცი. ხოდამს. რავი, რამდენად კაია. პირველად ტარდება სტოქტონის ფესტივალი, რაც ძალიან ნახარებს და თვითონ სტოქტონსაც ძალიან ნახარებს ხოდა და რამდენად კაია. აი ხა დავათვალიერებ ეს დავატასავთ. წამი შევიჩი. ამბობერო კორძე იქიდან ფონიდან ამოვა ის უკან ამოვა კონგო ელემენტი დიდი გაბარიტი ელემენტი ამოვა და წაიყვანს ოღონდ დროებით რა კორძი დააღწევს ნაშას რა ქვია ის ნაშა ხო ვაბაუსი ხო მიყავს ხო და მე ორი კვირის მერე ერთად ტრეკს დადებენ უეჭვე გოგა ბევრ ყლეობას ბაზრობს მაგრამ გაგიცორდება ძა კი მე სასილო იქნება ეგ იმაში დავდოთ პანთეონში ძალიან ლამაზია მართლა აქაურობა რა რაღაცა უცტოქს მახსენებს აუ შოთარამო მოდი ოთარ ეს ტირამირეს დაურჩი და ეს დავიმატოთ ვაფშე დავიმატოთ. მაშინ შენ დასვი კითხები. ტყუილა აგ ნუმიზიკა. ხოდო რა გაჭაყვანები გავაკეთე რას მეუბნები. დღეს კი არის როგორც ცირკუს მერკუსის ბასისტი, მაგრამ ისე არის უდიდესი. ბიჭო ისე როგორ გავს საიკონაუტ 4-ის რომ გავს ძალიან ბიჭო შენ ეგრო ბანური ლეგენდა იყო იცოდი? ხო და ეგ შენ მომიყევი რომ ვიღაცა ახალად მთელი ცხოვრება მამას გავსებდნენ მართლა კაი მოიძრე სათვალე რომ ჩაგხედონ თვალებში შეჭი იმიტომ რომ თვალებშიც არის მთელი ამბავი და ბიჭო პროსტა ესეც დაით ხო სულ შენ მამს გავსებდნენ რა და მე დავიწყე გამოვვა მდგომარეობაში დაკვრა რა და მე გაბუნია ვეგონე ყველას. მოდი გვერდზე მომიჯექი და ერთი მიკროფონი გავხსნა. ინა მაგარი ისტორია მოგიყვება. მიდი რა. მოდი დამიჯექი. აშ ფილარმონიაში გვა კონცერტი. ვის?
გამოვა მდგომარეობასა და ბიჭო, კაროჩე ფილარმონიის კონცერტის მერე, არა, იმინა ფილარმონია. აი, მერე მოვდივარ სახში რა, მეტროთი. ხო. გიტარა მაგ გადაკიდებული და ანუ ფილარმონიაში კონცერტი რო გადა მეტროთი რომ მიდი. ხო და მაგ ცხოვრებაზე ვფიქრობ რა, ხაი რანაირი ცხოვრება მაქვს, რომ ფილარმონიაში დავუკარე. sold out show და მეტროთი მივდივარ სახში. ბიჭო, ლუისი კეი ბაზრობდა რომ Madison Square Garden-ში დავდიოდი მეტროთიო კონცერტი რომ მქონდა. ხო და ესე იგი კაი მან. და მე კართან მდგევარ მიყუდებული და ორი გოგო დგას ჩემს წინ კართან რა და აუ მეთქი გიცნო და მე ვეგონე შეჩერებას შენ არა გაბუნია გაბუნიეს ძალიან გამსგავსებ წინა გაჩერებაზე ჩავიდნენ და რო ჩადიოდნენ ახალობა თუ გაბუნიობა გაჩერდნენ ხო გითხარი ეგ არ არისო შეჩერებას ჩავიდნენ აუ ვაფშე კლეზი და სამაგიეროდ ფილარმონიაში სხვადასხვა ქვეყნებში ხალხი შენი ბენდის ტატუებს იკეთებს. სამაგიეროდ მექსიკაში შოთაღას სიგარეტი არ ხოვე იმა? სად გაქტური ეხა თქვი? ცოტა იცი რომ ლაივს ნახო არის დაიდება კიდე ჩინეთის ტური. კი მე მოვიფიქრე. მანამდე ლათინო ამერიკა. თოკო მოვიფიქრე ეგ და ძალიან კაი იდეაა. ლონდონი, მექსიკა, რავი, ჩინეთი რა ყველაფერი. დავდივარ მოკლედ, მაგრამ ნუ თქვენები არიან და უთხარით ჩემ აგერ მეტალისტიკაცი ბაზრობს და ჯაზით ნუ იმას მე მგონი დაიწყო ჩემი ვარ. ბიჭო და ეგეთი ისტორიები მე ფსიქონავტზე უკვე აღარ გაქვს, იმიტომ რომ ყველა გაჩერო. არა, ერთი რაღაც გახსოვს ბათუმში რომ მაიკა რომ მაისური თამოსეცვა მაისური ფსიქონავტის და მე თამოდა ნუ ვიღაცა მივდივარ და თამოსაცვია ფსიქონავტის მაიკა და მე ციკ ვარ. ფოლოვერზე მივდივარ და ვიღაცა წლები გამოვარდნენ და აუ რა მაგარი მაიკა მაქვს საღო რა ფსიქონავტი გევასება და მე გევარ მესავე. ჩვენც მოგვივიდა. ბათუმში ლაივი გქონდა და ბათუმში ლაივი აი ამ ესე ბათუმში ლაივი გქონდა და მე და ცოტნე მივდიოდით და წინ ძალიან საყვარელი ბავშვები მოდიოდნენ 7-დან 9-ს ეცვა მოკუმოკუს მაიკა. ანუ მართლა ყველა მერჩში წინასწარ ნაკიდი და რა. მოკუმოკუ ჩვენ ფეხით მივდივართ თქვენი დააფურთხა. ყველაფერი მოკუმოკუს ეცვა და ჩვენ მოვდივართ რომ უკვე ახლა Yeah, what is that? აი ესე გაგწდნენ გაგვიარა ესე. არა ჩვენ როგორ ანუ ახლა გვეგონა რომ ვიღაცა უკრიდან რევოლვერს მესურის და მირაჟი ყარი მოიგიც ბაბუნას მირაჟი ვიცი შევა ბაბუნას მირაჟი რო ის სოფსეჯე ვადოს ექნება მოსმენელი ფსიქონავტი ვადომ გადმოგცა ფენიქსის ჯილდო კაროჩე საუკეთესო ვიდეო თუ რაღაცა რა და როგორ გამოგვაცხადა იცი და ფენიქსი მოიგო თუ რაღაცა ფსიქონავტი 3 თუ 4 თუ 5 თუ რამდენიც ხარ ვადოს რა გინდა, ცხოვრებაში? ხო. მე მინდა რომ თქვენ პოდკასტს ვაჩუქო ეს ულამაზესი ახალი კასეტა. ტიტა, შენი ტიტა არის ეგ. Best of Chords. დიახ. ლურჯი კასეტა. ბიტლზებზე ამბობენ სხვათა შორის რომ თავიდან სანამ მენეჯერი ეყოლებოდათო სცენაზე ჭამდნენო და მე მენეჯერი მოვიდა და უთხრა რომ აღარ მოსულაო, სცენაზე ჭამა არ მოსულა და მე ჩააცვა ის შავ კოსტუმებიო და მე კი ძალიან მერიდება ამ საზოგადოებაში მე რო ვიწყე ბიტლზებზე საუბარს. მე არ მინახავს კასეტა და პირველად ახლობ მე. ანპეკინგი გავუკეთე. თავი unboxing-ი. სადაც უკვე.
record.g. ახე, ქართულია. ქართულია. მალო არის ერთი ტიპი, ყველაფერს აკეთებს და ამათ შორის ძალიან ცუდი ვარ unboxing. აი, თავის კბილები შეჭა. ელექტრონიკით ყველაფერს თვითონ აკეთებს. ბიჭო და ტირაჟი? რა? ტირაჟი. ტირაჟი მეტია. აი, რამდენია? 17, არა, 200. 200-ცა რა? ცოტა. ო, რა გინდა ის ხა საგანძური ქართულით რა ქვია? მემკვიდრეობა 500 ამ 300-იო და 500-ზე ავიდო. ო, ნუ ნახოთ, მე პირველად ვაკეთებ ესეთ ფიზიკურს რაღაცა, გაგებაში არ ვარ, როგორ ხო და კასეტაზე რატომ მოგინდა? ძველ საუნდში რომ მოგისმინე. იცი რა არის, მე სულ პრობლემა მაქვს ალბომების, ანუ არასოდეს არ გამიკეთებია ალბომი რა, ანუ არ ვიცი როგორ მიუდგე, ამიტომ არასოდეს არ უსმენდი ალბომებს. აი პროსტა არასოდეს, ანუ აი მე ჩემი მთელი ბავშვობა გავიზარდე, რომ აი ხო იცი, favorite artistების best of records-ებს უსმენ და ეს იყო ჩემი, ანუ ეს რა. მე ამ ტრეკებს რო უსმენდი ალბომებზე, სულ ფიქრობდი ვარ, რა ბანძი ალბომი არის, დანარჩენი 18 ტრეკი წლეობა. და მაგიტომ რაღაცა აი ესე მივეჩვია, რომ ამ best of ალბომებს უნდა მე ვიფიქრე, ჩემი პირველი ალბომი უნდა იყოს. ბიჭო, ეხა შენ ძალიან გაუტია ისეთ რაღაცებზე, რაც მე უნდა ილაპარაკო ვცლად, შენ მაგ. კარჩი, მე და დათო გუშინ ვაპარაკობთ, რომ Beatles special უნდა გავაკეთოთ რა. კი. და გუშინ დაჟე ChatGPT-ს ველაპარაკე მაგას. ChatGPT-ს? ვერაფერი კარგი ვერ მითხრა, იმიტომ რომ ვერ მეწევა ბიტლობის ფანობაში. ვერც დაგეწევა ალბათ კიდე 10 წელი. უსწორებ რაღაცეებს. ის იმიმებს გიგდებს, რომ ბიტლები მიდარიან და რაღაცა. If Beatles were actually good. K-pop rock-ი როკავენ აჩქარებულ კადრებს. შენ ალბათ Beatles-ი არ გაქვს. კი, აი, ნუ სხვათა შორის კასეტებს რო დაუბრუნდეთ, ბიტლების best of კასეტები და თელი ბავშვობა და იმაზე იყო ჩემი, ხო იცი რაღაცა იყო best of all times პონტი იყო და ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო Baby You Can Drive My Car და Baby You Can Drive My Car და ეს იყო ჩემი საყვარელი, დღემდე ჩემი საყვარელი ბიტლების ტრეკი. მაგრამ ალექს უყვარს როკ-ენ-როლი სხვათა შორის. კარგია, მიხარია, რომ იმაზე ვლაპარაკოთ ფესტივალზე. ანუ Stockton Invites რეგულარული რაღაცა იყო და უცებ ფაქტობრივად დიდი ფრენჩაიზი გახდა და ეხლა ამის შემსწრეები ვარ. ხო და რაჭაღა ხო თქვი პადულიდან ამოვიდა ფესტივალი ღია მზის. ავიდან უკუღმა იყო რომ დიდი ივენთები უნდა ყოფილიყო და მიბმული და მე ბევრი რაღაც შეიცვალა. ხო და სწორად დაიბადა მე მგონი. აი ეხლა უკუღმა გამიჩნდა ხალხს ანუ უნდა დაიწყო იმითი რა შეგიძლი რა რესურსი ზგაგი და მე გახტები აი ამ ხელს. ხო და სულ თავიდან რითი დაიწყე მართლა მაინტერესებს. Просто ღიღინს მოყვა? სუთავიდან ვაფშე როგორ მოხდი ამ ამბავში? ძალიან უცნაურად მოხდი ამ ამბავში. გეგა ჯაფარიძე, ჩემი მეგობარი, რომელიც იყო მაშინ Loudspeakers-ის მენეჯერი. კი, მახსოვს. და გეგა და იუგო იყვნენ ერთად, თიმი იყო მასი პროექტი ერქვა და დამიძახეს მე ერთხელ ბათუმში დავედით. გადასთან ერთად ძალიან გავერთეთ და მოდიო აქო. მივედი გეგასთან, მე გეგასგან გავიცანი Alter Vision-ი, მე გეგა წავიდა ამერიკაში. უკაცრავად ცოტა ხანი გაჩუმდით. აჰა. და მე Alter Vision-ში მოვხდი, Alter Vision-ში ვიმუშავე open air-ზე, მე გულედანმა მითხრა რომ ჩვენი მენეჯერი იყავი და მაგიდან დაიწყო. ეგრე მოხდა. ისე რომ არანაირი განზრახვა არ მქონია ამის კეთების. ცუდის. ხო, ცუდის ანგარებიანი განზრახვა. საერთოდ მეგონა რომ გამოვიდოდი, არ ვიცი რაღაც. CSB-ს ჩავაბარე და ბაბულიკი იყავი. ცოტა. ძალიან საინტერესო რაც არის, რომ ბაბულიკების გარემოცვაში ვალეთს მეძახდნენ და open air-ში რომ მივედი იქ ბაბულიკს და მან მივხვდი რომ თურმე ყოფილა ბაბულიკი თორე აქ ქართული ცხოვრება. ჩემპიონში აქ ლაკოსტა ვიყავი და საერთოდ ქართველი ვარ და აქ ზუსტად shadows behind, nothing to talk about.